ხათაშორის თქვენი კითხვა ეს არ არის ორიგინალური კითხვა, ეს აქ ყველა ადამიანს ვისთანაც რაღაც გარკვეულად შეხვედრა გქონია ჩვენ. ყველას ეჭვები აქ იცი, იდენტურია, კანონიკურია, არაკანონიკურია, ხელნაწელები როგორ მოხდა, ეს კითხვები ისმის და მათმედებლებსაც ამაზე პასუხი აქვს, რომ ეკლესიის რაღაცა გარკვეულმა ტრადიციებმა შემოგვინახა ეს და ამავე დროს ეგენი არ აღიარებენ ბიბლიას როგორც ერთადერთ რწმენის წყაროდ და ავსებენ იმ ტრადიციებით, მამების ტრადიციებით და გადმოცემები რო არის 60 ქულო ეკლესია ხვდებით და შესაბამისად ბიბლიასთან რა თქმა უნდა ვერ მივიდოდა ადამიანი მორწმუნე, რომელიც მორწმუნეა. თქვენ ბრძანეთ ის რომ ქრისტეს იცნობთ და ქრისტეს ვერ გაიცნობ თუ ბიბლია არ წაიკითხე. ტრადიციულად ოჯახში გაზრდილი ბებიაჩემიც მორწმუნე იყო, მაგრამ სახეს იძახდა იესო ქრისტე, მაგრამ არ იცნობდა. მაგალითად, ჩემს სახეს შეიძლება გაიგე გვარი და სახელი, მაგრამ ახლა როცა დავახლოვდით, უკვე თქვენ შეგიძლიათ თქვათ, რომ რეზო ბაქრაძეს, იგივე თეოფილეს ინტერნეტში ვიცნობ ელემენტარულად რა დონეზედაც მე გეხსნები. მე უნდა გაგეხსნე და რა დონეზედაც გაგეხსნები, ის არის ბოლომდე შეიძლება არც გაგეხსნა. ხო, ადამიანს ჩვენ იმდენად ვიცნობთ, რამდენად ის გვეხსნება. ამიტომ არა გვაქვს უფლება ვთქვათ, რომ ადამიანს ვიცნობთ ბოლომდე. ასევია ღმერთზე რწმენა, ესე იგი ბექა მე სახელით შეიძლება ვიცი, ვიცნობ კი როგორ არა. და ბავშვობიდან მე ბექა გამიგია სახელი. ჩვენ ბევრი მსახიობების სახელები ვიცით, მაგრამ არ ვიცნობთ. გვაძლევს ეგ იმის საშუალებას, რომ ვთქვა, რომ მე ვიცი წამს. იესო ქრისტე, როგორც თქვი, სახელით ყველა იცოდა საქართველოს ჯერეთ, იმიტომ რომ ქრისტიანიერი ვართ. ეს ბავშვობიდან ესმის ყველას. ოჯახშიც კიდე ყველა მოვდივართ ქართული ოჯახიდან და თვით კომუნისტურ სივრცეშიც კი აღდგომასაც ხდებოდა ოჯახი, თუნდაც კომუნისტური ოჯახი და შობასაც აღნიშნავდნენ გარკვეული რაღაცა საკონდიტრო ნაწარმის გათვალისწინებით, კვერცხების ღებივით, საფლავებზე გასვლით და რო შეგეკითხა ყველასთვის, ის მორწმუნე იყო. გამოიხატებოდა ეცემა პირჯურის წერი და რა თქმა უნდა იტყოდა იესო ქრისტე იტყოდა. იესოს არა, ქრისტე. მიაქციეთ ყურადღება. ქართველები ქრისტეს ახსენებენ, იესოს არა. განსხვავება რა არის? იესოს სახელია, ქრისტე ტიტული. იესო მხსნელია და ესე იგი შენ მხსნელს იცნობ. შენ ქრისტეს იცნობ ტიტულს. ხო, აი ტიტული აქ როგორც მაგალითად შენ იცნობ ნობელის პრემიის ლაურეატს. მაგრამ არ იცნობ ადამიანს, ვინ ატარებს ამ ნობელის პრემიას. ხო, თქვათ რომელიმე დარგში. იესო ქრისტეს, რომელსაც თქვენ ბავშვებიდან თქვენ იცნობდით, მაგრამ ბიბლიასთან არ მიდიოდით, თქვენ კითხოს გარკვეულად თქვენც უპასუხეთ, რომ იმ საღვთო სივრცეში, სადაც თქვენ არ იყო ტრადიცია ბიბლიის კითხვის, არც ოჯახში, ხო ვიცით, მანდედან მოვდივართ და მით უმეტეს საბჭოთა კავშირში. და თქვენ ახლა არ ახართ საბჭოთა კავშირში დაბადებული ადამიანი, ხო, იდეოლოგია უკვე უკან დაიხია და ისეთ დროს დაიბადეთ, როცა უკვე კოლაფსი მოხდა. მაგდროს ახალ დაბადებული, ხო, ახალგაზრდა კაცი ბრძანდებით და თქვენი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, იქ ეზიარენ ამას და ზოგი პროტესტის გამო, საბჭოთა იდეოლოგიის პროტესტის გამო ფარულად თვითონ მორწმუნეობდა. თან უპირობნო გაუაზრებელი ღმერთის რწმენა ჰქონდა. ასეთი რწმენა ყველას აქვს. მაგალითად, მუსულმანურ სამყაროში მორწმუნეა მუსულმანი. რას წამს მას? ალაჰი, რომელსაც არ იცნობს. ალაჰის რწმენა და ალაჰის გარკვეული მორალური მითითებები ჩაიწერა კაცმა, რომელსაც მუჰამედი ერქვა. მუჰამედის ჩანაწერები შეიკრიბა და ეწოდა ყურანი. ეს ყურანი თუ ბიბლია იცის კაცმა, მიხვდება, რომ ძალიან ცუდი კონსპექტია ძველი აღთქმისა. ხო, და არის რაღაცა წესები. სიუჟეტი არ არის, არაფერი არ არის, წესები, ესე და რაღაცა გარკვეული რაღაცა დაუკავშირებელი სიუჟეტს ვერ მოძებნეთ ყურანში. სურები არის ჩამოწერილი და მუსულმანი იტყვის მორწმუნე ვარ, რომ 5 ჯერ ლოცულობს, მეჩეთში დადის, ხო, და არაცთენს ნამაზებს ურახუნებს და როგორ ფიქრობთ, მას შეუძლია თქვას, რომ ღმერთს იცნობს? ქრისტიანობაში არის უშუალოდ კონტაქტი მორწმუნე ადამიანს შორის და ცოცხალ ღმერთს შორის. აი ეს არის განსხვავებული. ესე იგი, იმ წარმართულ გარემოში, რომელიც ამ წარმართული გარემოში ხდება ის ოაზისი, ცოცხალი ღმერთის სიარული, ბიბლია ამას გვიყვება. ესე იგი, წარმართულ გარემოსაც გვაცნობს, ხომ? და ერთი ერი გამოყოფილი არის
სახელმწიფოდ ჩამოყალიბებული ჯერ ერთი ოჯახი, ერთი კაცი, ერთი ოჯახი, მერე სახელმწიფო. აბრაამი, მისი შთამომავლობა, იაკობის ოჯახი სახელმწიფო. და დრო დავითარებაში ეს უკვე ეს სახელმწიფო ამოიმართა აისბერგივით და ამან უნდა ყველას აამცნოს, რომ მას ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა აქვს. ეს დავალება ჰქონდა ბიბლიის თანახმად ისრაელს და არ შეასრულა. თან ცოცხალი ღმერთი წარმართული მასში უნდა ეკადაგა და ისეც უნდა ეკადაგა, რომ ამ დაპირების, ბიბლიური დაპირების თანახმად იესო ქრისტეს რწმენით ხსნელის მოლოდინში ყველა უნდა ყოფილიყო. და ეს თვითონ ისრაელერმაც კი დაარღვია. რაუდენ შოკირებული იყო თვით პავლეც, როცა ეს ამ წიგნს კითხულობდა, მიაქცეთ, პავლე მორწმუნე იყო, მაგრამ ღმერთს არ იცნობდა. პავლე მორწმუნე იყო, ძველი აღთქმის მიმდევარი იყო, ფარისეველი იყო, ეს ერთი ძლიერი რელიგიური მოძრაობა იყო, თან სინოდის წევრი იყო და სინოდის წევრი ახლა ესე ხელწამოსაკრავი არ არის. გონებით ყველას უსწრებდა აბუკობაში ძალიან ძლიერი და ძალიან ესეთი რასაც აკეთებდა, გულით აკეთებდა და მოწმე იყო ქრისტიანების დევნისა და თვითონ უყურებდა როგორ აწამეს ქვით ჩაქოლეს სტეფანე. ის ჩამქოლავებს ტანსაცმელს იქიდოდა ყარაულობდა. მაშინ დაახლოებით იქნებოდა 20 წლის ჭაბუკი. პავლე, ხომ? მერე მიუხედავად ამისა, ამას რო უყურებდა და ალბათ აუცებდა როგორ მშვიდად შეხვდა სტეფანე ამას, ეს ჩაწერილი არის საქმე მოციქულთას მეშვიდე თავში, სტეფანეს ისტორია და პავლემ მიუხედავად იმისა, მაინც დაადო თავი და ქრისტიანების დევნა კიდე გააგრძელა. ხო და როცა შეხვდა ღმერთს, საოცრებავ. თურმეს ღმერთს არ იცნობდა. მორწმუნე კაცი არ იცნობდა ღმერთს. ვინმეს ესე დააჯერებდა ვინმე ამას, რომ შენ მორწმუნე ხარ და ღმერთს არ იცნობ. ესეც მორწმუნე იყო. თან ძველი აღთქმა იცოდა, ხო? ძველ აღთქმაში ვერ ამოიკითხა დაპირებული მესია. და რატომღაც სტეფანემ და იმ ხალხმა ეს რატომღაც მიიღეს. და იმის გამო, რომ ძირითადად ვინც აწამეს იმის გამო, რომ ღმერთს იცნობდა. ვინც ღმერთს არ იცნობს, იმას რატო აწამებ? რატო? შენ იმასთან გაქვს ურთიერთობა და რატო არის მწამებელი ვინ არის? მისი მოწინააღმდეგე სატანა. იმიტომ რომ შენ რო ღმერთს იცნობ, კარგადია ის შენ ნამდვილად მისი მოციქული იქნები და გაავრცელებ. ამიტომ შეტევა უნდა განვახორციელო იმაზე, ვინც ღმერთს იცნობს. ვინც არ იცნობს, იმაზე შეტევა სატანამ რატო უნდა განახორციელოს. ეს პირიქით მის სამსახურშია. ცრუ რწმენა, ესე იგი, უკვე ქრისტედან კი არ მოდის, არამედ სატანიდან. შესაბამისად, როცა საღვთო წერილზეა ლაპარაკი და დაბნეულობა შეიძლება ის საკითხები იყო ჩამოყალიბებული, როგორ მივხვდეთ, რომ ეს ორიგინალურია. ორიგინალს რას ეწოდებთ თქვენ? ებრაულის ცოდნა, არამეულის ცოდნა და ბერძნულის ცოდნა? ამას რა მნიშვნელობა აქვს? ესე იგი, თუ ორიგინალის ცოდნა გადამწყვეტი, მთელი ებრაელი უნდა გადაგებდეს ქრისტეს, მაგრამ ებრაელები ქრისტეს არ იღებენ. არ წერია ორიგინალში ხო კითხულობენ. და რატომღაც ეს ორიგინალური წიგნი სხვა წარმართულ ქვეყნებმა გამოიყენეს, თარგმნეს და მიიღეს. მათ წარმართებმა ორიგინალში წაიკითხეს, წარმართი მიხვდა ორიგინალში ქრისტეს მოსვლას და ორიგინალიერი ორიგინალურ ენაზე ვერ მიხვდა ქრისტე რომ მოვიდოდა. პავლესაც შეემთხვა. ასე როგორ ხდებოდა ამის თქვათ ასეთ დონეზე შეკრება? ეს არის სასწაული. თავად ბიბლია მოგვითხრობს სასწაულებზე და ღმერთს ყველაფერი შეუძლია. როგორ ღმერთს არ შეუძლია თავის წერილი მოაწესრიგოს? ისეთ დონეზე მოიყვანოს მოაწეს, რომ ყველასთვის ადვილი მოსაძებენი იყოს თავი და მუხლი. ხო იცით რომ როგორ ბოლოს ეს დასრულების სახეს იღებს მე-15 საუკუნეში ახალი წელი, როცა თავება და მუხლებად გამოიყო და მოსახერხებელი ასახქმელი არის ეს წიგნი. თავები და ესე თავიდან როგორ იყო ეს იწერება გადაბმულია ყველაფერი და ხო დაიბნევი. ეხლა წარმოიდგინეთ რომელიღაც სამეცნიერო ნაწარმოები ლიტერატურაში ან მხატვრულ ლიტერატურაში აბზაცები არ იყოს გამოყოფილი, წერტილი მძიმე და მიყოლებული იყოს ყველაფერი და თავებიც არ იყოს. თავებით გამოყოფა რატო ჭირდება რომანს? იმიტომ რომ ამოგვასუნთქოს ცოტა ხნის პაუზა კეთდება და ვაგრძელებთ. ბიბლიაც თავიდან ბოლომდე დაწერილი, ამის მოწესრიგება მოხდა მერე. შემდეგ, რა თქმა უნდა, ხელნაწერების რო გადაიწერებოდა ეს პაპირუსები, მერე პერგამენტები, ინახებოდა ეს, ამას მაგრა უტევდა სატანა. ცოცხალ ადამიანს რო შეუტევ, არაფერი პრობლემა არ არის, მოგდება ღმერთთან იქნება, მაგრამ მირ გაავრცელოს ეს სიტყვა. თავდაპირველად ამას ზეპირი სიტყვით ავრცელებდა ადამი, მისი მოდგმა, შეთი, ენოსი
წერილობითი ფორმა საზრი კი არ ქონდა. გადაეცემა. მიუხედავად ამისა, არავის არ ჯეროდა ესა. ნოეც ხო ქადაგებდა, წიგნი ხო არ იყო. შემდეგ დაკვირ რაც უფრო მერე ცოდვა გაიზარდა და მერე ცოდვის შედეგი წარღვნა იყო და მერე ისე გაგრძელება, წერილობითი ფორმა უკვე მოდის, იმიტომ რომ ყველა ადამიანი შეიძლება ვერ ამცნოს სწორად ეს და ვერ მოაღწიოს შენამდე. წიგნმა ხო ყველასთან მოაღწია, წერილი გამრავდა, გუტენბერგის გამოგონებულმა ხელსაწყო მანქანამ გაავრცელა, ტირაჟირება მოხდა და დაიწყო ამ წიგნის გავრცელება. სათან აქაც არ გაჩერდებოდა და დაიწყებდა წიგნზე თქვათ ისეთი აზრების შეტანას ადამიანში, რომ ეს შეიძლება არ არის ორიგინალის გადამწერლები. ესე იგი დაგაეჭვა, ესე იგი იმთავითვე ეჭვის შეიტანა და წიგნი გვერდზე გაწიე. ძალიან ადვილი შესამოწმებელია ეს, რომელია კანონიკური და არაკანონიკური. რა არის კანონიკური, ხო? სიტყვა კანონი არ არის ქართული სიტყვა, ხო? არაკანონიკური. სული წმინდით, რომელიც არის ნაწერის კანონიკურია, რომელიც სული წმინდით ავტორი არ არის, არაკანონიკურია. არაკანონიკურის ავტორი არის ღვთისმიერი ადამიანები. მაგალითად, იგივე არაკანონიკური წიგნი ეზრა მესამე, ასევე იუდითი არის ასე არაკანონიკური წიგნი, ასევე მაკაბელთა ისტორია წიგნი, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, ხო? აი ხლა ეს სოლომონი კაცო, სოლომონი, სიბრძნე სოლომონისა, სოლომონის კანონიკური წიგნები, როგორიც არის ქებაქებათა ეკლესიასთან დატანებულია. ასევე იგავები. მაგრამ სიბრძნე სოლომონისა რა ნაკლებად სიბრძნეს მოკლებული წიგნია, მაგარი რამეა, მაგრამ ეს უშუალოდ სოლომონი, ან ფსევდო სოლომონია, ან თავად სოლომონია, მაგრამ სული წმინდით არ არის დაწერილი და წინააღმდეგობები იქნება. როგორ მოხდა ამისი მოწესრიგება? ძალიან ადვილად ტესტებს შეამოწმებ, ერთი მეორეს გამორიცხავს, ეს გაიწევა გვერდზე. ამას ახდენენ ფილოლოგები, პროფესიონალები, ხო, ლინგვისტები, თეოლოგები და ერთიანი ძალით ამას ადგენენ და უკვე კანონის სახე მიენიჭება ამას. ასე რომ აქ არაფერი არ არის მიუღებელი და არ უნდა დაგვაბნიოს ამან. მოცემულ მდგომარეობაში ახლა რაც ვრცელდება, მაგალითად კანონიკური წიგნი რუსულში სინოდიალური თარგმანი ყველაზე ძლიერი არის. დანარჩენები თუ იწყება თარგმანები, უნდა შევამოწმოთ, რომ უკვე თანამედროვე ეპოქის შესატყვისი თარგმანები უკვე ხდება იმ მსოფლმხედველობის გათვალისწინებით, რომელიც მსოფლმხედველობაც გაბატონებულია მოცემულ საუკუნეში. რა არის ახლა გაბატონებული მოცემულ საუკუნეში? და ლიბერალური შეხედულებების სამყაროზე, ჰუმანიზმი. შესაბამისად, რამოდენიმე თეორიის ფუძემდებლები, ნაწერები ვრცელდება სამყაროში, როგორც არის მარქსის, ფროიდის, ნიცშეს, დარვინის. და აი ამის გათვალისწინებით ბიბლიის თარგმანები იწყება ხელახლა. აი ესეთი წიგნები, ამ მსოფლმხედველობით გათვალისწინებული თარგმანი, რა თქმა უნდა, აცილებული არის ორიგინალს. ორიგინალი კი არის ის, რაც ნამდვილი არის. ნამდვილი არის, რაც შემოწმებულია, რაც ჩვენამდე დაიდო. მაგალითად, არანაირი ეჭვი არ უნდა შევიტანოთ იმ წიგნში, რომ ძველი აღთქმით ნაწერებში ებრაულად რო არის დაწერილი და ძველი ბერძნულად რო არის დაწერილი. აი რაც მოვიდა ჩვენამდე, სეპტუაგინტა რო ქვია, მთელი ძველი აღთქმა ბერძნულ ენაზე ითარგმნა 150-200 წელი ძველი წელთაღრიცხვით ალექსანდრიაში ეს დაჯდნენ და 70-მა კაცმა, აქედან ქვია 70-ელები ბერძნულ ენაზე თარგმნა ეს. ნახეთ, მაშინ როდესაც ჩაეყარა საფუძველი ამას. ძველი წელთაღრიცხვით პირველ მეორე საუკუნეში, 150-200 წელი პირობითად, ხო? ეხლა ამის თარგმანები წავიდა მერე და მთელ ქვეყანებთან ძალიან ბევრი იმაში კი არ ვრცელდებოდა ეს. მაგალითად, რუსეთში ეს მხოლოდ და მხოლოდ ითარგმნა მე-19 საუკუნის 60-იან წლებში და შეაჩერეს. რამოდენიმე ათეული წლის მერე ისევ გააგრძელეს. საქართველოს რაც შეეხება, ეს ფრაგმენტები ითარგმნებოდა მე-5 საუკუნიდან, იმიტომ რომ 327 წელი არის თარიღი, ივანე ჯავახიშვილის თარიღი, როცა ოფიციალურად ქრისტიანობა გაფრონდა სახელმწიფო დონეზე. აქედან თუ ათვლას დავიწყებთ, საქართველოში საღვთო წერილი, ძველი და ახალი აღთქმა ფრაგმენტების სახით ითარგმნებოდა. მთლიანად მთელი სრული ვერსია ჩვენ არ ჰქონდა და არ ვრცელდებოდა მოსახლეობის ფართო ფენებში. ამას ის სასულიერო პიროვნებები დაიღლიავებდნენ, ასე ჟარგონით რო თქვა, მიითვისებდნენ, საიდანაც ამის გადამუშავებულ ვარიანტს შემოგთავაზებენ იმ რიტუალების გათვალისწინებით, რომლებსაც აწესებდნენ თვითონ ეს, თქვათ, ინსტიტუტი. ამით, რა თქმა უნდა, ძველი ქართულით ახალი მასში ვერ წაიკითხავს ადამიანი და მით უმეტეს ფეოდალურ საქართველოს წერა-კითხვა არ იცოდა მოსახლეობის უდესმა გლეხობა მაგალითად.
და ეს იყო დასაყრდენი თავადებისა. ესე იგი, ცალ-ცალკე ფრაგმენტების აკინძვით მერე ძველი ქართულით შეიკრიბა ეს ყველაფერი ერთად და აი მე-20 საუკუნეში თუ 21 საუკუნეში გამოიცა ესა ძველი ქართულით. ძველი ქართულით ახალი აღთქმა იყო როგორც თქვათ გადაუშლილი წიგნი საბჭოთა პერიოდის საპატრიარქოში 1966 გამოცემული საპატრიარქოში ახალი აღთქმაი ჩვენი იესო ქრისტეს ესეთი სათაურით სადაც იყო მარტო ახალი აღთქმა ძველი აღთქმა არა ეს კი არ შეიძლება მოწყვიტო ერთი ახალი აღთქმას ვერ გაიგებთ თუ არ იცი ძველი აღთქმა ისე არ გაგიკვირდეთ მართლა ვერ გაიგებთ შეიძლება ქრისტე იწამო იმ ავაზაკის არ იყოს მაგრამ ახლა დარწმუნებული ხართ რომ გული ისეთ დონეზე გიმუშავებთ როგორც იმ ავაზაკს იმას არ ჭირდება უნდა იმის წაკითხვა იმან მთლიანად მოხდა მაშინ მეტანოია ეს კი სასწაულია როგორ ხდება ჩვენ ეს საიდუმლოება ახლა ადამიანმა რა იგრძნო თქვენ ამას გაიგებთ თავარია თქვენ რას გრძნობთ მე რაც გძნობ თქვენ ამას ვერასოდეს ვერ გაიგებთ თქვენ რას გძნობთ მე ვერ გავიგებ ამიტომ რასაც გძნობ ის რომ გადმოიცემა იმის შემოწმება არის ეს რასაც გძნობ ლოგიკურად სწორია თუ არასწორი არის და ამაში დაჭერა შეიძლება მსმენელმა გამოიჭიროს რამდენად გულწრფელი ადამიანი ამას ჩვენ დავიჭერთ როცა ბიბლიას ვკითხულობთ თავიდან ბოლომდე როგორ ვერ დავიჭერ ამას რა არის ტყუილი და რა არის აქ მართალი თუ მე გამსჭვალული ვარ საღვთო ღმერთის სიყვარულით და ასეთი ადამიანები ღმერთს თუ არ აყავს აქამდე როგორ მოვიდა ეს წიგნი ამას ყველა იმუქრებოდა აბსოლუტურად თლიანად დახურული იყო ქართულ სივრცეში ეს წიგნი ისე წავიდნენ ადამიანები იმ ქვეყანათ რომ ღმერთზე წარმოდგენა ჰქონდათ თავიანთი ადამიანს კი ყველას აქვს თავიანთი წარმოდგენა ღმერთზე ჩვენ ლაპარაკობთ ასე ღმერთს იცნობ რეალურად ხომ არ გეცხადება ან პირდაპირ უნდა გეცხადებოდეს ან წერილობითი ფორმით მაგალითად ან მე უნდა მიცნობეთ პირადად ან კიდე წერილობითი ფორმით უნდა მოგწეროთ წერილი რომ მე ვარ თქვენი კეთილის მყოფელი ამ წერილით მიცნობთ უშუალოდ თქვენ რომ მოგწერეთ წერილი საიდანღაც მოგწერეთ წერილი თუ არ გეცხადებით ან ერთს გამოვეცხადეთ და აქედან ავრცელებს რომ მე მიცნობს დაველაპარაკე და მეორეს წერილი დაუწერე და არ ვეცხადები წერილის მეშვებ დღეს ასეთი მდგომარეობა ცოცხალი ღმერთის გამოცხადება არ არის რამდენი ხანია იცით თითქმის 2000 წელი მაგრამ ფანტაზიები და სურვილები აქვს ყველას აი ბიძინა რა ქვია შიოლაშვილიც იტყვის რომ რა სიზმარში გამოეცხადა რითი მოწმდება ეს ბიბლიით მოწმდება ხო კი მაგრამ ამას ადასტურებს ღმერთი შეწყდა ეგ გამოცხადებები შეწყდა საღვთო წერილში არის პერიოდი როცა გამოცხადება წყდება მაგალითად აბრაამს გამოეცხადა თავის ქვეყანაში ურის ქვეყანაში და უთხრა მომყევი მე დატოვე ქვეყანაო და ამაში ჩანს აბრაამის რწმენა რომ ენდო ამას და ყველაფერი მიატოვა როგორ ფიქრობთ იქ გომურში ცხოვრობდა პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებდა თუ რა წამოვიდა ეს ხო ოჯახი თავის ძმისშვილით ცოლით წამოვიდა და არც კი იცოდა სად მიდიოდა ამის მერე ღმერთი მას თითქმის 12 თუ 14 წელი არ გაკარებია და დის დაპირებული რაც მოისმინა ეგონა რომ გონი დაავიწყდა იმასო და იმის დაუკითხავად გაიჩინა შვილი აგარისგან აი მე მოხდა გამოცხადება და შიგადაში გეცხადება და ისრაელერი როცა უკვე შედის ეგვიპტეში 430 წელი არ ეცხადება ვაკუუმია ასევე ძველი აღთქმის დასასრულიდან ახალ აღთქმამდე 400 წელია მალაქია იოანეს ნათლისმცემელი არ ეცხადება აი ეს ვაკუუმი ამოავსო ადამიანების ფანტაზიებმა ღმერთზე ზოგს ხო უყვარს ღმერთი აი როცა მაგალითად მე თქვათ გეცხადებით თქვათ ბატონ ბექას მე ვეცხადებოდი ერთი პერიოდი მე დავიკარგე მე და ისეთი სიყვარული დაუტოვე ბექას ჩემი გამოცხადების დროს რო აღარ ვეცხადები 20 წელიწადი ამ სიყვარულის გამო თავისი წარმოდგენები ჩემზე განაცხადა და დაწერა და ასე გააცნო ყველას თავისი სიყვარულის ფანტაზიები. აი ეს არის არაკანონიკური. მე ხომ ეს არ მithქვია. ეგ შენმა სიყვარულმა დაგაწერინა ჩემს მიმართ სიყვარულმა. თქვენ ამით კი არ დაიჯებით, მაგრამ როცა ეს თქვენი წერილი ცხადდება როგორც კანონიკური, ეს კი ხალხს აცდენს. აი რო დაჯდნენ და ხალხმა შეამოწმა და ამოავსეს ის ვაკუუმი 400 წლიანი ვაკუუმი აპოკრიფული ლიტერატურით როგორც ძველი აღთქმის ისე ახალი აღთქმის თქვენ კითხვაზე პასუხი ასეთი არის დაჯდნენ კომპეტენტები პროფესიონალები ფილოლოგები ფილოსოფოსები თეოლოგები და ამის მოწესრიგება წავიდა იკრიბებოდნენ ერთად და გარკვეული კრებების და რამოდენიმე კრება იყო 325 წლიდან მოყოლებული ამიტომ აი მას ადგენდნენ და ასე მოვიდა ჩვენამდე. მე ახლა სატანა გაჩერდებოდა. ახლა რო ვერ გააწყო ვერაფერი და წიგნი მაინც ორიგინალური სახით, ორიგინალი ნიშნავს ღმერთია ავტორი, ეს არის ორიგინალური.
ხო, ახლა შეუტია ამას. შეუტია და როგორი შეტევებით. არ გაკითხებს, მაგალითად, ეს შეასრულა ორთოდოქსულ გარემოში. არავის არ აკითხებს ამ წიგნს, მღვდლებსაც კი. იმიტომ რომ დარწმუნებული მღვდელი ჩვენსავით ადამიანია, კაცო, ესე კი არ ჩამოწევთ. ეს რაღაცა სხვა პლანეტელი კი არ არის. ჩვენსავით ცოდვილი ადამიანია და ამას რო წააკითხოს სატანა, გაუნათება თავი და პავლესავით უკვე გამოვა და ჭეშმარიტ სიყვარულის ტარებას დაიწყებს და ის იქნება საღვთო წერილის მიმტანი, მასწავლებელი, როგორი მასწავლებელი, რომ დიდ მოძღვართან მიიყვანს ადამიანს, თავის თავთან კი არ მიიყვანს. ახლა კი ეს ორგანიზაცია ისეთ რიტუალებს ატარებს და ისეთი რელიგიური რაღაც განცხადებებია, რომ მიბმული ყავდეს მრევლი და მამაოდ თვითონ დასახოს თავი და უფლად. და უფრო მეტი უწმინდესი და უნეტარესი. ახლა ეს მოდი ვთქვათ, თვითონ ეს ტიტული ძალიან მკრხელურია. უწმინდესი და უნეტარესი, იესო უწმინდესი არა წმინდა არის. არა, უწმინდესი იცი რა შენიშნავს? რაღაცა ზე რაღაცა. ხო და უნეტარესი. თან კიდე სრულიად საქართველოს კათოლიკოს ესეც ყოლია, არ არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. საქართველოს ტერიტორია დაპატარავებულია და თუნდაც ამ მოცემულ სიტუაციაში მისი ძალაუფლება არ ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. და მით უმეტეს ეს არ არის მთელი საქართველოს ეთნოსის პატრიარქი. საქართველოში ცხოვრობს არაქართველებიც. და არაფერი არ ხდება იმისათვის, რომ გავაგებინოთ არაქართველ მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას, აზერბაიჯანის სომხებს, ქურთებს, ქართველ ენომას, რომ ცოცხალ ღმერთზე წარმოდგენა ეს მას გადაარჩენს. ვაგებინებთ ამას? არა, უნდა გავხადოთ ამ რელიგიის მრევლი. ეს კიდე არ უნდა აზერბაიჯანის, იმიტომ რომ აზერბაიჯანელისთვის ეს რელიგია ნაციონალურია და ის არ უარყოფს თავის ნაციონალობას, იგი აზერბაიჯანელია, საქართველოს მოქალაქე და შეურაც ყოფილია მე გავცვალო ახლა ჩემი თქვათ ნაციონალობა, იმიტომ რომ გავხდე მართლმადიდებელი და ესე იგი ქართველი. ყველა ხო არ აკეთებს ამას. ზოგ-ზოგ-ერთმა გააკეთეს, გაქართველდნენ და მტკიცებისთვის მართლმადიდებელი მღვდელიც გახდა ერთი სომეხი, ერთი თათარი, ძალიან ბევრი ესეთები და ქართველობენ. ეს უფრო ის არ არის მკრხელობა, როცა შენ არა ქართველი, გაქართველდი იმის გამო რომ იქართველო და არა იმიტომ რომ ღმერთი მიიღო. ახლა საპატრიარქო ეს არის დანაშაული, მეგობრებო. კიდევ ვიმეორებ, ძალიან იოლი არის შესამოწმებლად, თუ ეს შემაფერხებელი არის რომელიმისთვის, რომ მე იმიტომ არ მივდივარ წიგნთან, რა ვიცი, ეგ სწორია. აკა სატანე ამით სარგებლობს. რას ქვია სწორი არ არის? მოკიდე ხელი და წაიგითხე. დღეს მაგალითად საქართველოში თუნდაც საპატრიარქოს მიერ გამოცემული საღვთო წერილი, მე ყველა მაქვს სახში აქ გამოგზავნილი, ქართულ ენაზე რაც არის და არა მარტო ქართულად, სხვა ენებზეც გვაქვს ჩვენ, ლათინურადაც მაქვს ვულგატა, ძველი ბერძნულად, საბერძნეთთან მომაწოდეს მთელი ბიბლია. ხო, გვაქვს ეგ ჩვენ ესპანურად, თურქულად, მაინტერესებდა რა. ხო, ინგლისურად ხო არის და არის რამოდენიმე გამოცემები და აქ ინგლისურში არის გამოცემები, შეიძლება გზაკვალი აგერიოს და რომელია უფრო კომპეტენტური, რომელია იმ ორიგინალთან, თავდაპირველ ორიგინალთან რომ მიდის, ხო? და აქაც სატანა მუშაობს. ქართულ ენაზე თუნდაც საპატრიარქოს მიერ გამოცემული ეს კანონიკურია. უბრალოდ იქ არაკანონიკური 11 წიგნი რო არის ჩართული საპატრიარქოს გამოცემული. ვარსკვლავით არის აღნიშნული. და ესე წასაკითხია, მაგრამ ამით არ უნდა ვიხემწყვალოთ, თქვათ, ქადაგების დროს. თუ მაგალითად ისეთი ადგილი არ ამოვიღეთ, ეგეც არ ითვლება შეცდომად, რომელიც იქიდან ამოღებული ერთი მუხლი მთლიანად ეწერება იმ კანონიკურში, რომელიც ხელთა გვაქვს. მაშინ ამის ციტირება გამართლებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში არა. იმიტომ რომ იქ ბევრი სიბრძნეებია, კაცო რა, საინტერესო რაღაცები წერია, სასწაული, მაგრამ ეს ადამიანის სურვილები არის. წარმოიდგინეთ ახლა სახარების ავტორი მარტო 4 კი არ არის, მათე, მარკოზი, ლუკა და იოანე. უამრავი იყო, იუდა იყო, პეტრე, მარიამი, ესენი, თომა, ურწმუნო თომა. მას აქვს სახარება თომადან. რატომ არ შევიდა იქა? იმიტომ რომ წაიგითხავთ იქა, ბევრი რაღაცეები საინტერესოა, კარგი, ესენი ხო მოციქულები იყვნენ. ხედავთ, მოციქულებს ისეთი დიდი სიყვარული ჰქონდათ ქრისტეს, რომ ყველამ დაიწყო ამისი წერა. ისე რომ არ დაეკითხე, ეგრე სად არის? და სხვადასხვანაირად შეიძლება მოგმაწოდო ესა, ხო? ყოფითი მაგალითები ჩვენ უფრო მიგვაახლოებს იმ ჭეშმარიტებასთან და რო არ იყოს აბსტრაქტული საუბარი. სპორტულ ღონისძიებას ეწერება უამრავი ჟურნალისტები, ხო? სტადიონს აქვს 4 მხარე. ჩრდილოეთი, აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი. იქ განთავსებული ჟურნალისტები ადევნებენ ფეხბურთის თამას თვალყურს და როცა გამოდიან, მე ისინი წერენ ამ შთაბეჭდილებას, ხო? 4 ჟურნალისტი, 4 თქვათ ანალიტიკოსი თუ ევანგელისტი ფეხბურთისა.
თუ ესენი ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, მაშინ გამოდის რომ ესენი ფეხბურთს არ უყურებდნენ, სხვა რაღაც ერთი თუ მაგალითად თავში აქვს ბეისბოლი და მეორეც კალათბურთის ისენი. მაგრამ თუ ესენი სხვადასხვა კუთხიდან სხვანაირად მოვაწვიან, მე კითხვის პროცესში 4-ვე ჟურნალისტს როცა სრულ სურათს მასწავლებს ფეხბურთის იმ თამაშზე, რომელსაც მე არ ვესწრებოდი. მათე მარკოზი და ლუკა როდესაც მაწვდეს ქრისტეს 3 წელნახევარი ცხოვრებას, ისინი კი არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. აი ბევრს აქ დაბრკოლებები აქვს და მიტიან კვლევა გვეს უნდა გამოკვლეული იქნა საფრთხო წელის მეშვეობით და ხოგეუნებით ქართულ სივრცეშიც რაც არ უნდა მოენდოებინა საპატრიარქოს არ დაუმახინჯებია ბიბლია შეიძლება რთული თარგმანით არის ქართული ენა ცოტა რთული თარგმანია და აი ეს უკვე აზრობრივად ვიძახი და სხვა ენის დახმარებით შეიძლება სინათლე მოვფინოთ ჩვენ გონებას ტექსტის გააზრებისას ისე არაფერი არ არის მათ აპოკრიფული 66-ვე წიგნი დატანებული არის და 11 აღნიშნული არის როგორც აპოკრიფული და აპოკრიფული მარტო 11 კი არ არის ძალიან ბევრი აპოკრიფული ლიტერატურა გითხარით რა იყო ამის მიზეზი ასევე თავები თუ ეწინააღმდეგება ერთი მეორეს სიბრძნე იქაც წერია წმინდა მამების წიგნებში სისულელები მე კი არ წამიკითხია აი უამრავი წმინდა მამის წიგნებს ბერძნულიდან არის ნათარგმნი ყველა და გონიერი ხალხი წერენ რა ეს არის რელიგიური ლიტერატურა. რელიგიური ლიტერატურა გამსჭვალული ღმერთის სიყვარულისა და მე ის კი არ მინდა შენი ღმერთის სიყვარულზე მელაპარაკო. ახლა პლატონი მაშინ რა ვიკითხავ პლატონს რა. არანაკლებად პლატონი ღმერთზე ლაპარაკობს აბა იმაზე რომელიღაცა ვალიკოზე არ მელაპარაკება ის. ახეთ როგორია პლატონის დიალოგები. რას არკვევს სპინოზას მთელი ნაწარმოები ღმერთის მტკიცება არის. თომა აქვინელი რომელიმე ფილოსოფოსი იცით რომ ღმერთზე არ ლაპარაკობს? ან უარყოფს, ან ადასტურებს. ან წერილი აიღო დოსტოევსკი რა, მთელი მისი კარამაზოებში, ეგ ღმერთის ყოფნის საკითხებით არ არის დაკავებული ძმები? ამიტომ მე რა ახლა დოსტოევსკიდან მივიღო რწმენა? მართალია გიორგი მაისურაძემ თურმე ღმერთი მიიღო დოსტოევსკი რო წაიკითხა. და ამას რო შეეკითხო, გეტყვის ღმერთი მწამსო, რო ეტყვი ბიბლია ებრაელების არის. ხოდა ახლა ეს არის შენ იცნობ ჩემო კარგო შენ წმენა გაქვს მაგრამ შენი რწმენა უპიროვნო ღმერთის წმენაა და ამას ფილოსოფიური ღმერთის წმენა ქვია და რა დოსტოევსკი აგერ არის სპინოზა და აგერ არის ბოლოს და ბოლოს ნეოპლატონიკოსი პლოტინი ენიადები წაიკითხის იმაზე ლაპარაკობს მე შახტეებს თლიანად ეს ლაპარაკობს აი რაღაცა ზოგად სიკეთე იდეაზე ღმერთი რა ჰერაკლიტე რაზე ლაპარაკობს ეს ლოგოსი რა არის თუ არა ის რაღაცა გონიერი არსება რომელიც სამყაროს უკანა არის და დგას იქნებ ეპიკურე იძახის რომ ღმერთი არ არის ისეც იძახის ღმერთი არის მაგრამ ადამიანებს კავშირი არ უნდა ისინი ცალკე არიან ასე რომ ღმერთზე ლაპარაკობს ყველა ადამიანი და გამონაკლისი როგორ იქნება ქართველი ერი და ადამიანებიც მორწმუნეები არიან საქართველოში ამიტომ კითხვა ასე ისმის შენი წმენის საფუძველი რა არის ერთადერთი საფუძველი წმენისა საღვთო წელი რომლის ავტორი ღმერთია და მეორე ტიმოთეს პავლეს სახელს უკავშირდება მეორე ტიმოთეს წელის 3:16 გვეუბნება მთელი წერილი ღვთივსულიერია და კიდე განემარტება რომ აი ეს არის ესე იგი დასარიგებლად სიმართლეში სამხილებლად აი ეს წერილი გვამხელს ეს დაგვარიგებს სიმართლეში მთელი წერილი ღვთივსულიერია ერთი წერილი კი არა მთელი 66 წიგნი ასე რომ ეს ცნობილია უკვე და შემუშავებულია და ახლა როცა ამან გაიმარჯვა შეტევას ანა ახორციელებს სატანა უკვე ამ წიგნზე რა მიმართებით წიგს ვერაფერი ვერ დააკლო ჯერ მაგრამ ინტერპრეტაცია კი გააჩნია ადამიანი თუ მასთან არის მოვა იქიდან ამოიღებს ბიბლიიდან შექმნის რაღაც გარკვეულ სკოლა სექტას და დაარქმევს რასელისტები რასელის მიხედვით რომელიღაცა ისინი კეთილ რაღაცა დღეობის სახარება შემდეგ კიდე დაარქმევს ქარიზმატებს შემდეგ დაარქმევს მონისტებს იეღოველებს და ასე დაარქმევს ორთოდოქსიას მართლმადიდებლობა დაარქმევს კათოლიკებს დაარქმევს ზოგადად პროტესტანტებს და ამაში დავაკამათი მიდის და დავაკამათი გადაჭრა ჰუმანურმა სახელმწიფო რომელსაც თქვა რომ ყველა სწორე ხართ და იწამეთ თქვენ და კისერი გიტეხიათ. შემოვიდა ესე იგი რელიგიური პლურალიზმი და რელიგიური შემწყნარებლობა. ამიტომ დასავლეთმა იზეიმა ჰუმანიზმით და ყველას ნებადართო თავის ქვეყანაში ვინც ინდა ისი წამოს და ერთმანეთს არ ეჩხუბოთ. ეს არის დასავლეთი. ეხლა ეს მოცემულობა რო არის
მადლობელი ვარ მთავრობის, რომ არ დაგვდეს, ჩემზეა დამოკიდებული ახლა, საერთო წელი შევიძინე და ავიღე და წავიკითხე. მე აღარა ვარ დამოკიდებული რწმენის საკითხზე სხვა ადამიანზე. და არავითარ შემთხვევაში არ შევეტენები ახლა რომელიმე გაერთიანებას, სექტას რო უძახით თქვენ და არც მე შევიტენ არავის და არც მე დავაარსებ სექტას, რომ ჩემიდან იწყება ბიბლია. კაცო, მოკიდე წიგნს ხელი და გინდა წაიკითხე, გინდა წაიკითხო და როცა ერთად შევიკრიბებით მოცემულ თემაზე ეს ყოფიერებას ყველანაირი ფორმები ახლავს. აი ამაზე რო ლაპარაკობ შენ, იმ წუთში მიხვდები რა მსოფლმხედველობით ლაპარაკობ, ათეისტური თუ თეისტური. და საინტერესო მოსასმენია კაცი, რომელიც ქრისტიანული მსოფლმხედველობით ხელოვნებასაც არჩევს. ხელოვნების ყველა ჟანრს და დარგს და ასევე პოლიტიკაზეც მესაუბრებ. ეს უფრო მაქსიმალურად სწორი აზროვნება იქნება, ვიდრე სხვა თეორიაზე დამყარებული და სხვა მსოფლმხედველობით და სხვა მსოფლმხედველობის სატანური მსოფლმხედველობა, როცა იხილავს მოცემულ მოვლენებს ჩვენ წინ არსებულს. ეს არის ეს რა თუნდა ამაზე ახლა პასტორი ხარ, ისა ხარ, თუ კარგი ხარ, ღმერთმა შეგარგოს მოგისმენ, მაგრამ ის რომ აუცილებლად შენთან უნდა გავწევრიანდე, აუცილებლად შენთან ზიარება უნდა მივიღო, თორე ისე იქ ვერ შევალ, ამას ბიბლია არ ადასტურებს. მან თქვა რომ ჩემთან მომსვლელს გარეთ არ გადავაგდებ. იმას არ უთქვია შიოლაშვილთან მიდითო. იზახის ჩემთან მოსვლებს. ჩვენ სექტას არ ვაღიარებთ, აგაგებით რომ რაღაცა ჩვენიდან იწყება, მაგრამ გარკვეული ადამიანის ერთობლიობას, სადაც ამორთული არიან ფიზიკური სამოსახლო და ლაპარაკობენ იმ თემაზე, რომელიც არის მარადიული თემა, ეს რატომ არის, თქვათ, ისეთი იმით კლასიფიცირებული, რომ ეს სექტა და თან ნეგატიური გაგებით. აი, თუნდაც მაგალითად ეხლა ჩვენ ხომ არის რომ მამალი და მამალი რომ მოისმენს სექტა არის. კი, მაგრამ რანაირად შევიკრიბოთ, არავის არ ვიცნობ ფიზიკურად, ზოგი გერმანიაშია, ზოგი საფრანგეთშია, ზოგი იტალიაშია, ზოგი თბილისშია, ზოგი ამერიკაშია, ზოგი კანადაშია და ინტერნეტის მეშვეობით მესაუბრებთ. ეს სექტა არის? კი, იმ გაგებით, ეტიმოლოგიური გაგებით, აი ამ წუთში თქვენ 3 საათი ამორთული იყავით ფიზიკური შრომისაგან, არაფერს არ აკეთებით, დაჯექით და მოცალეობა შევავსეთ ღმერთზე სიტყვით. სიტყვა სიტყვით სკოლა ხო მოცალეობას ნიშნავს. რუსულად დოსუგ. აი დოსუგი არის, ხო? ამით იყვნენ ხალხი დაკავებული პლატონის აკადემიაში, ასევე გიმნაზიაში და სკოლასაც ეს მნიშვნელობა აქვს ბერძნული სიტყვა, ვინც გამონთავისუფლებული იყო ეს ხალხი შეიკრიბებოდა აკადემიაში და ისმენდნენ მეტაფიზიკურ საკითხებს პლატონიდან და არისტოტელიდან. ახლა ჩვენც რას ვაკეთებთ? 3-4 საათი თქვენ ხომ ყველაფერი დატოვეთ ფიზიკური რასაც აკეთებთ, ვისაც ეს მოსმენა უნდა და შეაჩერეთ მუშაობა, დაჯექით, დაისვენეთ და თქვენი ფიზიკა გაჩერებული არის. სამაგეროდ გონებაა ჩართული და მოცალეობა გამოვიყენეთ იმ საკითხების მოსასმენად, რომლის ავტორი ღმერთია. ეს ამ გაგებით სექტა არის. და ახლა ბევრმა იცის ეგა. ეს ლიცენზირებული კი არ არის აქა და რაღაცა სახელმწიფოს მიერ ისენი კი არა მაქვს მოწერილი, რომ ამაზე ილაპარაკე და ამაზე არა. მაგალითად განათლების სამინისტრო ადგენს ნორმებს, შემდეგ აღზრდის თავის ქვეყანაში პედაგოგებს სპეციალური სასწავლებელი მეთოდოლოგიით 5 წელი ასწავლის, განაწესებს სკოლებში და ის უნდა შეიტანოს სკოლაში, რაც მას ასწავლის უმაღლეს სასწავლებელში. თუ მან გადაუხვია მაგას, ასეთი მასწავლებელი სკოლას ტოვებს. და არ არის სწორე? და ვერ გადაუხვებთ რა, გამორიცხულია. თავისუფლად ეხლა ისწავლა ბარდაკი. საქართველოში როგორც ვთქვი, უკვე ამხრივ ანარქია არის, გნოსეოლოგიური ანარქია საქართველოში არის. ვისაც რა მოეპრიანება, იმას უსმენს და იმასთან დარბის. ხო, ეს მაგალითი განათლების სფეროდან ახლა საერთო წერილი, ბიბლიაც ესეა. არ მოგწონს მართლმადიდებლობა მან და აგერ არის პროტესტანტები მან და შეიყრებიან იქა და აი ეგ არის სექტა. სექტა არის ეტიმოლოგიურად მოცლილი ხალხი და უსმენენ სისულელეს. ამიტომ სექტა ეს ყველგან არის. ყველაფერი სექტაა, სკოლა, ლათინური სიტყვა, ბერძნული სკოლა. სკოლას გარშე არ არსებობს. ყველა ენაზე სკოლა არის. სკოლე, სკოლა, სკულ, სკოლა ქართულად, სკოლა რუსულად, სკულ და სკოლე ბერძნულად. რა არის აქ მეუღებელი? ეს ლათინური თარგმანი არის ამის სექტა. და პარლამენტი სექტა არ არის. მან ზიან 150 კაცი გავანთავისუფლეთ ფიზიკური სამსახურებიდან, მაგალითად ზოგი ფეხბურთი სპორტიდან. აღარც ფეხებს ავარჯიშებს, რომ დაკავდეს მთელი წლების განმავლობაში 8-9 საათი და საკანონმდებლო ორგანოში მიიღოს მოსახლეობისთვის საჭირო კანონები. აი, მან ახლა მოცლილი რო არ იყოს, შეიძლება თან ბიზნესი ქონდეს და თან მან დიჯდე. თქვათ რაღაცა დუქანი ქონდეს, მაღაზია და იქაც გირეკავდეს და დღეს ეს მივიღეთ ტავარი და გავარდე იქიდან წავ.
ესე იგი შენ არ ახარ სექტის წევრი. ასე რომ ნუ დავამახინჯეთ რა ამ სიტყვებს. ქართველი მაინც უცნაური არის და არა მარტო ქართველი. ესე იგი თუ დაბრკოლება იმაში მდგომარეობს რომ საღვთო წერილი მაბრკოლებს იმიტომ რა ვიცი ეს სწორია დაიწყეთ თქვენ თვითონ და თქვენ თვითონ მიაგნებთ ამას. მოგიდეთ ბიბლი ჩამოიღეთ თაროდან დაიწყეთ ნელ-ნელა რუდუნებით კაი აზრე რასაც ვერ გაიგებ არ არის პრობლემა გაადგეს სადღაც აი ეს ხრელი გაჩდება საიდანაც უნდა შეხვდე არის ეს რუსულ წოდება ზამოჩნაეს სკვაჟინა ესე იგი ისეთი რაღაცა არის წერტილი საიდანაც ტვინი გაიხსნება და გახსოვთ ალბათ როგორ უჭირდა მაგალითად ვთქვათ რიტუალების შესრულება და თავგამოდებით ასრულებდა რიტუალებს მარტინ ლუთერი გააძრო ყველა სიქა ასევე მანამდე ავგუსტინესაც აწუხებდა რა ეგ პრობლემა სანამ არ დაჯდა და აიკითხე ბიბლია ხმა მოესმა გადაშალე უცებ გადაშალე და რომაელების იმაზე მიაგნო იმთან მართალი იცოცხლებს რწმენით იცით რამდენი ამ მუხლიდან გახდა უკვე რომ დაიწყო აი ეს არის ზამოჩნაეს სკვაჟინა ესე იგი ისეთი ხრელი საიდანაც შესვლა შეიძლება ესე იგი ბიბლიაში არის ხრელი საიდან შეხვალ საიდან შეძვრები სწორედ ამ ხრელების ამოსებაზე ჩალიჩობს სატანა და როგორც ვატყობ ძალიან ბევრისთვის უამოლესა ეგა და წიგნი იმიტომ არის გადაგდებული განსაკუთრებით მღვდლებისთვის ამიტომ ეს საკითხები გარკვეულია ჩემო კარგებო ეს თქვათ აი აქ კითხვა რო დასვა და გამიტაცა ახლა ამ კითხვას გავყევი ჩემთვისაც საინტერესოა ეს კითხვა კიდე ერთხელ გავიხსენოთ რაც ჩემში თავმოყრილი არის და კიდე ერთხელ გავიაზროთ ეგ გარკვეული გაგებით მაშინებს კიდევაც ასეთი კითხვები. ბუნებრივია კითხვა მეც ხონია რამე ახალი თქვენ მეც ანალოგიური პირველ ეტაპზე ყველას ეგა გვაქვს ვაი მე სწორია არ არის სწორი როგორ თქვენში ჩემი თავით შევიმეცნე წარსულის გონიათ მე ციდან ჩამოფრენდი ზუსტად ანალოგიური მიდგომა მქონდა მე ხო ეხლა ჩემი ოჯახიც არ იყო მოდი თქვა ძალიან ათეისტური ხარ და მithumetes რიტუალებს ხო უყურებდი შეშინებულები იყვნენ მაინც არ შეიძლებოდა მაშინ 60-იან წლებში mithumetes იმაში მაგრამ ხო უყურებდი ბებიას იმას არ ჩემი ოჯახი იყო თქვა ასეთი მკაცრი ათეისტური მაგრამ არაფერი არ იცოდნენ და კითხვაზე როცა ბებიას ვეუბნებოდი აი რას ლოცულობ ბები ან როგორ რაღაცა არ იცოდა იცი აი ხატი ედო არ იცის ქალმა გადიოდა ტაძარში ეკლესიაში არა მაშინ ცარიელი იყო ეკლესია პიჟვარ დაიწერდა სანთელ და რაღაცა თავის რაღაც ჭირვარამს რა ვიცი ბუტყუნებდა ქმარ გარდაცვლილი ქალი ჩუმა დედაჩემი შეიძლება გადავიდა თუ რამე ოჯახში ან შვილი ავად გაუხდა ან დიშვილი ან რაღაცა და ეს დადიოდნენ ითვლებოდა მორწმუნეთ ესენი მაგრამ ეს სტიქიური რწმენა არის ხო სხვათა შორის